ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ახალდაგებული ასფალტის საფარის ნაწილი ამოჭრეს. მოსახლეობის თქმით, ამის მიზეზი გუშინ საღამოს ელექტროგადამცემის ადენის დაზიანება გახდა. სამუშაოებს ენერგოპრო ჯორჯია აწარმოებს. კომპანიაში ადასტურებენ, რომ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გუშინ საღამოს მაღალი ძაბვის გადამცემით 13 მეტრიანი სადენი დაზიანდა, რომელიც მთელი ქალაქის საკვანძო სადენს წარმოადგენდა. ენერგოპრო ჯორჯია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასფალტის დაგებას დაზიანებულ მონაკვეთებზე კომპანია დღის ბოლომდე უზრუნველყოფს. ქალაქის მერიაში ადასტურებენ, რომ ენერგოპრო ჯორჯიას ასფალტის ამოჭრისა და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა ფაქტის გაუთვალისწინებლობიდან გამომდინარე მიეცა. ტოკმა გაჟონა, შუქმა, ამის მსვლელი კაბელი და ის ამოიღეს. შეცვალენ. მონაკვეთი აქედან იქა შეცვალენ. გუშინ დაახლოებით დღის მეორე ნახევარში დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელი. ოპერატიულად შეიქმნა საჭირო მისი შეცვლის. ამის შეცვლაზე ნებართვა სათანადო ორგანოებმა ყველას, ვისაც კი ხელს ეწიფება და აღგნება გაცემული იყო. ეს თვითნებურად არაფერი არ გაკეთებულა. გუშინმე დამთავრდა სამუშაოები, დამთავრდა გვიან ღამეს. დღის განმავლობაში მოხდება იმ ასფალტის აღდგენა და დაუბრუნდება პირველ სახე.